მშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. ოპოზიციის დაყოფილი და ზოგჯერ დაპირისპირებული პოზიციები 39 აპრილისა თუ რეფერენდუმისათვის. რეფერენდუმის მოთხოვნაზე ალასანიას ალიანსმა უმრავლესობისგან უარყოფითი პასუხი დაწესებული ადრიანი ვადის ბოლო დღეს მიიღო. სამომავლო გეგმებზე კი საჯარო განცხადებას ახლების რესპუბლიკელებისა და ალასანიას ერთიანი გუნდი ხვალ გააკეთებს. პარალელურად 9 აპრილის ჯგუფად წოდებული ოპოზიციური ძალები დათქმულ ვადამდე ერთი თვით ადრე აქტიურდებიან. ამ სამზადისისგან განცალკევებით დგას კიდევ ერთი ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია. მაშინ როცა ოპოზიცია განსხვავებული პოზიციებით უპირისპირდება ხელისუფლებას, ხელისუფლების ყურადღება ბრიუსელისკენაა ამიპყრობილი, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალი ნატოს საქართველოს კომისიის სხდომით გაგრძელდა. მიუხედავად ალიანსის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობისა, ნატომ რუსეთთან ურთიერთობის განახლების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. როგორ აფასებს თბილისი მინისტერიალის შედეგებს, დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. შეუსრულებელი ულტიმატუმი ალასანიას ალიანსმა რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი მიიღო. რამდენად შეცვლის ხელისუფლების პოზიცია ოპოზიციის სტრატეგიას. პარტიების ნაწილი 9 აპრილის საორგანიზაციო შტაბებს ქმნის, ნაწილი კი ალტერნატიულ გზას ირჩევს. ჩვენ არც ვფიქრობთ, რომ ულტიმატუმი მე მოუწოდებ ჩვენ საპოზიციო პარტიის წარმომადგენლებს ვიფიქრონ პოლიტიკურ თამაშებზე, არამედ ერთად ჩვენ გავაკეთოთ ის საქმე, შევასრულოთ ის ინტერესები და გავაკეთოთ ის ინტერესები, რაც ქართულ ხალხს გააჩნია. მაშინ არსებობს დარწმუნების ბევრი სხვა საშუალება და ხერხი. ჩვენ არ გამოვიწყოთ არც ერთ ეფექტურ კონსტიტუციურ საშუალებას პროტესტის გამოთქმის, მათ შორის ხელმოწერების შეგროვება. ორგანიზებას ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ მომცანი შესასრულებლად, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილის ხელისუფლების კონსტიტუციური და მშვიდობიანი გზით გაშვებას. ხელისუფლების საშინაო და საგარეო ფრონტი. რამდენად რეალურია საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა და რა მიიღო ოფიციალურმა თბილისმა ნატოს მორიგი მინისტერიალისგან. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. არც ერთი ქვეყანა არ უნდა გახდეს რუსეთის აგრესიის და ზეწოლის ობიექტი. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან სამხედროები უნდა გაიყვანოს. ეს რეგიონები არის საქართველოს ნაწილი და ეს არ უნდა დაგვაუწყდეს. ოპოზიციის მოთხოვნები და ხელისუფლების პრიორიტეტები. ნესტან კირთაძე, კახა კუკავა, აკაკი მინაშვილი პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერში ბრიუსელის მინისტერიალის შედეგებზე ჩვენი გადაცემის დასკვნით ნაწილში ვისაუბრებთ. ამიტომ წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს ლეიბორისტული პარტიის წევრი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი პარტიის ნესტან კირთაძე. საღამომშვიდობის, ქალბატონ ნესტან. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ქალბატონ ნესტან, დავიწყოთ საუბარ იმით, ძალიან ხომარ ჩქარობს ლეიბორისტული პარტია, როცა მაშინ ჯერ არ დანიშნულა საპრეზიდენტო არჩევნები, ასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატს. საღამომშვიდობისა კიდევ ერთხელ მივესალმები ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და რასაკვირველია მშვიდობას და გამარჯვებას გისურვებთ თქვენ და ჩვენ სამშობლოს საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა მართებულად ისმის ხოლმე არა მხოლოდ ლეიბორისტული პარტიის მიმართ, არამედ სხვა ბლოკების მიმართ, რომელთაც სრულიად ბუნებრივად დაიწყეს თავიანთი კანდიდატების დასახელება. ეს არის სრულიად ბუნებრივი პროცესი, ვინაიდან უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც უფრო მკაფიო პოლიტიკური კატეგორიით თუ შევაფასებთ, ეს არის რეჟიმი მიხეილ სააკაშვილისა, რომლის შეცვლის გარდაუვალი აუცილებლობა უკვე არათუ დღის წესრიგში დადგა, არამედ იგი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. და ეს კიდევ უფრო რეალურია აგვისტოს ცნობილი სამხედრო ავანტიურის შემდეგ, რომელიც დასრულდა საქართველოს სრული ეროვნული კატასტროფით და ერთი საქართველოს ტერიტორიაზე სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნით და საქართველოს დაშლის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით ჩვენ დასაუბედუროთ და მეორეს მხრივ, როდესაც ოპოზიციური პარტიები, ბლოკები უკვე თანდათანობით ენერგიულად ემზადებიან ხელისუფლების შეცვლისათვის, მაგრამ მე მინდა მცირე კორექტირება გავაკეთო თქვენს დაანონსებულ, ესე ვთქვათ, გამონათქვამებში, როდესაც სამი პოზიციის შესახებ ლაპარაკობდით. მე მინდა მკაფიოდ უთხრა ჩვენს ხალხს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. არავითარი სამი პოზიცია არ არსებობს, არამედ არსებობს ორი გზა. ან საქართველო რჩება ძველი სისტემის პირობებში, ან საქართველო რჩება წარსულში, მაგრამ მისი გაახლება შეიძლება მოხდეს ახალი სახეებით, სხვადასხვა შედარებით უფრო მიმზიდველი ტიპაჟებით, ან საქართველო ირჩევს მისი ფიზიკური გადარჩენის, სახელმწიფოებრივი გადარჩენის
სუვერენიტეტის დაბრუნებისა და მისი გადარჩენის, სულიერი გადარჩენის, ანუ საქართველოს მომავლის გზას. აი ეს ორი გზა არის სრულიად გამოკვეთი. მაგრამ გადაცემის დასაწყისში მეც აღმოჩნდა ეს გულისხმობდა იმას, რომ ოპოზიციის მიზანი არის ერთიანი, რომ მათ უნდა შეცვალონ ხელისუფლება, მაგრამ ისინი ირჩევენ განსხვავებულ ტაქტიკას. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ტაქტიკური სხვაობა მართალია არის, მაგრამ თითქოს აი ამ სამ ბანაკს შორის, რომელზედაც თქვენ საუბრობდით, არის სწორედ ორი გზა. თუ კარგად დავაკვირდებით, ორად გაყოფილი სხვადასხვა ბანაკი, როგორც თქვენ ბრძანეთ რეფერენდუმისა და 9 აპრილის ჯგუფის სახით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები. ანუ ესენი არიან მისი მოძრაობის წევრები, დამფუძნებლები, დეპუტატები, ministrები, პრემიერ-მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარეები, ანუ მისი თანამოაზრეები და თანაგუნდელები. მაგალითად ალიანსის შექმნელი ორი პოლიტიკური ძალა, ახლები და რესპუბლიკელები, კარგი ხანია მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში არიან. არა, ზოგი კაი ხანია, ზოგი გუშინ წინ აღარ არის, მაგრამ მე სწორედ ორ გზაზე როდესაც მიუთითებ, არ მინდა რომ ზედმეტი ესე ვთქვათ თეორიული წიაღსვლები გამომივიდეს, რეალურად მინდა ჩვენი მოსახლეობის მეხსიერებიდან ამოვიღოს სწორედ ყოფილი თანამებრძოლების ბლოკი, რომელიც შეიძლება ტაქტიკურად გაყოფილნი არიან და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო თანმიმდევრული წინააღმდეგი 2003 წლის ვარდების ეგრეთ წოდებული რევოლუციისა, ანუ უცხო ქვეყნის მიერ კარგად დაფინანსებული, კარგად ორგანიზებული პროექტისა, ექსპერიმენტისა, რომელიც განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის მარიონეტული ხელისუფლების მოსვლით საქართველოში. თქვენ დღესაც საუბრობთ ლეიბორისტები უცხო ქვეყნის პროექტზე და ეს პროექტი უწოდეთ ირაკლი ალასანიას. რა საფუძველი გაქვთ ამის მტკიცებით? იგივე რაც უკვე მოგახსენეთ, თქო კიდევ უფრო მეტად გავაღრმავებ და განსაკუთრებით მინდა გავაღრმავო ჩემი საუბარი იმ ფონზე, როდესაც შემთხვევითი არაფერი არ არის, დღეს რაღაცა ნატოს მინისტერიალის ფონზე მიწევს მე თქვენთან ღია დებატები და დისკუსია. ანუ ეს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც თანმიმდევრულნი არიან იმ საგარეო პოლიტიკური კურსისა, რომელსაც დღემდე ახორციელებდა ვაშინგტონის მარიონეტი ხელისუფალი და რეჟიმის მეთაური მიხეილ სააკაშვილი და როდესაც დამთავრდა აგვისტოს სისხლიანი ავანტურა მისი უდიდესი ეროვნული კატასტროფული შედეგებით, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობდი, რომ არსებობდნენ საქართველოში სერიოზული პოლიტიკური ძალები, რომლებიც მინიმუმ რევიზიას გაუკეთებდნენ მოქმედ საგარეო პოლიტიკურ კურსს, მაგრამ მათგან ჯერჯერობით ისევ ისმის ის საგარეო პოლიტიკური კურსის გაგრძელება, რომელიც შემოიტანეს ვაშინგტონის ნეოკონსერვატორების ჯგუფმა, ეს გახლდათ ცნობილი დიკ ჩეინისა და მაკ კეინის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დიდი ძალაუფლებით სარგებლობდნენ ბუშის ადმინისტრაციის დროს. დღეს მათ სახელისუფლებო ძალაუფლება არ აქვთ, მაგრამ პოლიტიკური ძალაუფლება მათ გააჩნიათ და სწორედ აი ამ ნეოკონსერვატორების ჯგუფის ნიშნავს სწორედ თქვენი განცხადებები პოლიტიკური ძალების დასავლური კურსის კრიტიკას ხალბატონო. არა, ჩემო ბატონო, ეს ამას არ ნიშნავს და მე თქვენ გელაპარაკებით ახლა არა მხოლოდ ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, არამედ მეცნიერი პოლიტიკოსი, რომელსაც საქართველოზე და ევროდასავლეთზე მინიმუმ 3 მონოგრაფია აქვს გამოცემული, მათ შორის ერთი ძალიან დიდი პოლიტიკური პუბლიკაცია ჩემს მეგობართან და კოლეგასთან დიმიტრი შველიძესთან ერთად, რომელშიაც ხაზგასმულია ჩვენი გეოცივილიზაციური ბუნება, ეს არის ევროპა და უნივერსალური ევროპეიზმი. თუ კი არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრის საერთო მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ხელისუფლების შეცვლა. ამ გზაზე, ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, სად იქნებიან ლეიბორისტები? საქმეც მაგაშია, მე კიდევ მინდა გავაგრძელო ჩემი თავდაპირველი პოლიტიკური პრინციპი, როდესაც ლაპარაკი არის ორ გზაზე. ერთი გზა არის ორი სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფების, სავარაუდოდ როგორც თქვენ ბრძანეთ და ალბათ სწორადაც რეფერენდუმისა და 9 აპრილის ჯგუფის და ეს ერთი გზა არის, რასაკვირველია, და მეორე გზა არის ქვეყნის მომავალი, ეს არის ლეიბორისტების პოლიტიკური კონცეფცია, საგარეო და საშინაო და ამაზე მე ცოტა მოგვიანებით მექნება კიდევ დაწყვეტილებით საუბარი, მაგრამ აქ ლაპარაკი არ უნდა იყოს ნათია მოთხოვნაზე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა. მე ახლა თქვენ წამოგიღეთ დოკუმენტი. ეს გახლავთ ეროვნული შეურიგებლობის დეკლარაცია, რომელიც გასულ წელს სავარაუდოდ ალბათ ამ დროს მაშინ როდესაც პრაქტიკულად ჩვენმა მეგობარმა კოლეგებმა
მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ მათ მიმართ პიროვნულ პატივისცემას, მაგრამ როდესაც მიჯნაზე მყოფი საქართველოს ბედზე არის საუბარი, აქ ენის მოშლექვით ვერავის ვერ დაველაპარაკები, აქ პოლიტიკურ პრინციპების წინააღმდეგობებზე იქნება მხოლოდ საუბარი. მე არ მიყვარს მიცვალებულების დამოწმება, როდესაც ვამბობ რაიმეს, მე პროფესიონალი ვარ და ამიტომაც მინდა თქვენი ეთერიდან ვთხოვო ქალბატონ ინგა გრიგოლიას პრაიმ ტაიმის ეთერიდან მან მოიგოს ის გადაცემა, როდესაც დაახლოებით ამ დროს ლეიბორისტული პარტია გამოვიდა ეროვნული შეურიგებლობის დეკლარაციით, მე ეს დოკუმენტი წამოგიღეთ და მაშინ ჩვენი მეგობრები და კოლეგები აფრიალებდნენ პოლიტიკურ დოკუმენტს ხელისუფლებასთან დიალოგის შესახებ და აი მაშინაც არსებობდა ორი გზა, მათ აირჩიეს სააკაშვილისათვის, რომელმაც უზურპაცია გააკეთა ხელისუფლების გაეთეთრებია და ისინი დიალოგში შევიდნენ მათთან, ჩვენ კი ავირჩიეთ ეროვნული შეურიგებლობის გზა. ეროვნული შეურიგებლობის გზა ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა. რასაკვირველია, ეს იყო საბედისწერო შეცდომა და მე როგორც ისტორიკოსი გაძლევთ პირობას, რომ კონკრეტული დროის დისტანციის შემდეგ ლეიბორისტების შეცდომა ის, რომ ისინი თავდაპირველად თუ კი ვიხსენებ ჩარშანდელ მოვლენებს, თავდაპირველად 2007 წლის შემოდგომის მოვლენების დროს გაერთიანდნენ ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში, შემდეგ კი არჩევნებზე არჩიეს მარტო გასვლა და ამით სასურველი შედეგი ვერ მიიღეს. არა, ასე არ არის რასაკვირველია, ჩვენ ერთიანი ვიყავით საერთო საპროტესტო მიტინგების, მანიფესტაციებისა და აქციების მოწყობის დროს, მაგრამ ბუნებრივია ჩვენმა მეგობრებმა და კოლეგებმა ზუსტად იცოდნენ, რომ 2003 წელს ლეიბორისტულმა პარტიამ წამოაყენა მისი საპრეზიდენტო კანდიდატი და რასაკვირველია, მათ შორის ვინც იქნა წამოყენებული, ანუ არაპოლიტიკური ფიგურა, ყველაზე პოლიტიკური, თანმიმდევრული, ესე ვთქვათ, ვეტერანი ოპოზიციონერი გახლდათ შალვა ნათელაშვილი, თუ ისინი წამოაყენებდნენ, ეს იქნებოდა გარანტი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოს პრეზიდენტი არ იქნებოდა და ეს უბედურება თავს არ დაგვატყდებოდა, მაგრამ თუ ეს არ მოხდებოდა, რა თქმა უნდა, ლეიბორისტული პარტია წამოაყენებდა პოლიტიკურ ლიდერს და არც ერთ შემთხვევაში, ესე ვთქვათ, პოლიტიკისთვის უცხო ადამიანს. მაგრამ დღეს სანამ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და როდესაც ოპოზიცია მიდის ამ მიზნისაკენ, რატომ არ არიან დანარჩენებთან ერთად ლეიბორისტები? ამ შემთხვევაში მარტო თქვენ რა გზას ირჩევთ? არა, ეს არ არის მარტო გზა. მე ვაგრძელებ ახლა აი ამ ეროვნული შეურიგებლობის დეკლარაციას. ეს არის გზა ეროვნული შეურიგებლობისა, სადაც მოცემული არის, რას არ შეურიგდება ქართველი ხალხი და აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას. აქ ლაპარაკი არის მთლიანად სისტემის დემონტაჟზე და არ შეურიგდება ქართველი ხალხი იმ სისტემის განხორციელებულ 5 წლიან პოლიტიკას და უფრო მეც, რომელმაც საქართველოს ეროვნული კატასტროფა მოუტანა და ბოლოს ამ დეკლარაციაში წერია და მე მინდა ჩვენი ტაქტიკური ხაზიც გაგივითაროთ, არამედ ეს არ არის მესამე, არამედ უპირველესი ტაქტიკური ხაზი არის. ბოლოში ამ დეკლარაციაში ჩვენ ვაწერთ და ვეუბნებით ჩვენს თანამოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, შეუერთდნენ ამ დეკლარაციას, ისინი გახდნენ თანამონაწილენი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სისტემის დემონტაჟისა და გამოიხატოს ერთიანი ეროვნული შეურიგებელი პოზიცია ამ სისტემის მიმართ და კონსტიტუციურად დასაშვები ყველა გამოხატვის აქტიური ფორმით. მოხდეს რასაკვირველია უკვე ბოლომდე მიყვანილი იქნა საქმე. ანუ მე ნათია კიდევ რაიმე შეკითხვა რო არ გაჩნდეს ამასთან დაკავშირებით, მომავალი კვირიდან უკვე ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, აქტივისტები, ადგილებზე დეპუტატები უკვე იწყებენ ფართო ეროვნული შეურიგებლობის კამპანიის დაცვას. მაგრამ ამ საკითხზე ლეიბორისტული პარტია არაპირებს კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ ძალებთან კანტონესთან. დავაზუსტოთ ესეც მაშინ. უნდა დავაზუსტოთ ეს ამბავი პირიქით გუშინდელ ბრიფინგზე, როდესაც ჩვენ წამოვაყენეთ უბრალოდ დავასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატად შალვა ნათელაშვილი, ანუ დავადასტურეთ 2003 და 2007 წლის პოლიტიკური სამდივნოს გადაწყვეტილებანი და შალვა ნათელაშვილის წამოყენებით აქ ლაპარაკი არ არის, აქვე მინდა ვთქვა, რომ პიროვნებაზე, რომელიც უნდა ჩაენაცვლოს მიხეილ სააკაშვილს და ეხლა ყველანი საქართველოში ვცხოვრობთ, გავიგონეთ ხოლმე ის უფრო ზომიერია, ის უფრო არ არის ემოციური, ის ქალაქელია, ის სოფლელია, ამით არ განისაზღვრება ეს ყველაფერი. აი ამ კანდიდატურის წამოყენებით ჩვენ მთელი მსოფლიოს წინაშე, ისევე როგორც ქართული ხალხის წინაშე, წამოვაყენეთ კონცეფცია, წამოვაყენეთ გზა მიხეილ სააკაშვილისა და სისტემის შექმნისა, რაც შეეხება კონსულტაციებს.
ჩვენ გუშინ ხმამაღლა გავაჟღერეთ, რომ ვიწყებთ ფართო კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, პროფესიონალებთან, ქართველ ხალხთან, მათ შორის ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე პუნქტი. უპირველეს ყოვლისა დემონტაჟის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა, შემდგომ საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბების, კონსტიტუციური რეფორმების შესახებ, ერთიანი ეროვნული პასუხისმგებლობის მქონე კოალიციური მთავრობისა და სოციალური პოლიტიკის განსაზღვრების. კიდევ ერთი კითხვა და უნდა დავასრულოთ ჩვენი საუბარი რამდენიმე წუთში. საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, პოლიტიკურ პარტიებში ჩნდება ბევრი ფული და ეს არ კეთდება კარგი საქმეებისთვის. არის საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან მოხდა საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას, როგორ აღიქვეს ლეიბორისტებმა ეს კომენტარი პრეზიდენტისა, ხომ არ აღიქვით ეს მინიშნებად თქვენი პარტიის მიმართ უშუალოდ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცოტა ხნის წინ თქვენც იმყოფებოდით მოსკოვში? ხო. კარგი იყო მოსკოვიდან ჩემი დაბრუნების შემდეგ, თუნდაც 10 წუთი დაგეთმოთ პირველი არხის ეთერისა და უბრალოდ დაინტერესებული ყავით რა ხდებოდა მოსკოვში და რა წარმომადგენლობა იყო იქ, ან რას ამბობდნენ იქაური ქართველები, რომლებიც მილიონ ნახევარ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს წარმოადგენდნენ. ამის შესახებ დათვლილ წამებში ვერ გეტყვით, დამითქვით პირობა, რომ ამის შესახებ სხვა დროსაც ვილაპარაკებთ, რაც შეეხება ფულთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიისათვის ეს რბილად რომ თქვა ძალიან ხიმლის მომგვრელია. ფული მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გულწრფელად ვამბობ, რომ პოლიტიკურ აგონიაშია და საპიარო თემებით შემოელია და უკვე აღარც იცის რაზე გააკეთოს აქცენტი, უნდა მოიკითხოს თავის ყოფილ თანაგუნდელებში, რომელიც მასთან ერთად ძარცვავდა ამ ქვეყანას და საკმაოდ დიდი კაპიტალი დააგროვეს და კიდევ ერთი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი შეეცადა ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი არჩილ ბენიძე უკანონო პატიმრად ექცია, მიმდინარეობს ესე ვთქვათ სასამართლო პროცესი, მე მივესალმები არჩილს თუ კი შესაძლებლობა აქვს გვიყუროს და მოგვისმინოს და როდესაც მართლაც ღიმილის მომგვრელი სასამართლო პროცესი მინდის, ეს არის პოლიტიკური სასამართლო, როდესაც უძლური ხდება ხელისუფლება, მას არ აქვს არავითარი მტკიცებულება რამდენიმე ხანში ალბათ სავარაუდოდ მოსალოდნელია იგი გათავისუფლდეს. დიდი მადლობა ქაბატონ ნესტანგ, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ნესტანგ კირთაძე. დაგვალოდეთ რამდენიმე წუთში დაბრუნებით პირდაპირ ეთერში და პირველი თემის შეკითხვებს კახა კუკავა უპასუხებს. პირველი თემა პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ კახა კუკავა, საღამომშვიდობის ბატონო კახა. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. უკვე დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება. რა მიზნით გროვდება ის ხელმოწერები, რომლის შეგროვებაში 9 აპრილის ჯგუფად წოდებული ოპოზიციური ძალები აქტიურად ხართ ჩართული? დიდი მადლობა მოწვევისათვის. როგორც ცნობილი არის, უკვე დასრულდა პოლიტიკური პარტიების, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება იმასთან დაკავშირებით, ვის ოპოზიცია აქვს 9 აპრილის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. ორშაბათის მდგომარეობით ხელი მოაწერა განცხადებას 9 აპრილის აქციაში მონაწილეობის შესახებ 13 პოლიტიკურმა პარტიამ და რამოდენიმე ათეულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ამის შემდგომ ჩვენ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ დაგვეწყო ხელმოწერების შეგროვება უკვე მოსახლეობაში, საზოგადოებაში. გროვდება ამჟამად 16 სხვადასხვა მეტროს სადგურთან. რა დანიშნულება აქვს ამ ხელმოწერებს? დანიშნულება აქვს საზოგადოების ჩართულობის გამოხატულება, ჩვენ საზოგადოება სამწუხაროდ არ ეძლევა საშუალება, რომ არჩევნების, რეფერენდუმის, სხვადასხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური ფორმებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუნდაც კამპანიის დონეზე უნდა შეიქმნას ბევრი სხვადასხვა ფორმა იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებას. ეს არ იქნება მხოლოდ ხელმოწერების კამპანია, მომავალი კვირიდან იგივე აქცია გაგრძელდება რეგიონებში, იქნება ძალიან ბევრი შეხვედრა. თქვენ საბოლოოდ ჩამოყალიბდით გეგმაზე, როგორ იმოქმედებთ 9 აპრილამდე? დიახ, და 9 აპრილს ეს ყველაფერი თავს მოიყრის რუსთაველის განძრზე და სადღეღამისო აქცია გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ იქნება მიღწეული. ბატონ კახა, თუ კი მაინც ხელმოწერების შეგროვების გზით იწყებს ოპოზიციამ ნაბიჯების გადადგმას და 9 აპრილამდე მისვლას, რატომ იყო თქვენთვის ასე კატეგორიულად მიუღებელი რეფერენდუმის იდეა? თუ კი ერთი დღის მონაცემებით რამდენიმე ათასი ხელმოწერა შეგროვდა, რა გიშლიდათ ხელს დავუშვათ ეს ხელმოწერების შეგროვებინათ რეფერენდუმის? პირველ რიგში მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენთვის არასდროს კატეგორიულად მიუღებელი რეფერენდუმის იდეა არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში თქვენი ჯგუფის მხრიდან ისმოდა კრიტიკა. და დავაზუსტეთ, არა, კრიტიკა მე მგონი არ ყოფილა. ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ ჩვენ მიგვაჩნია და ეს გამოცდილება ჩვენ დაგვიგროვდა. იმედია, რომ სხვებსაც დაუგროვდებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი რეალური გზა, თუ ჩვენი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა, ეს არის საპროტესტო აქციები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაიმე სხვა ფორმებით, შეგონებებით იქნება ეს თუ გადარწმუნებით მიხეილ სააკაშვილის გადაყენება იქნება შეუძლებელი.
რეალური გზა გადის ქუჩის პროტესტზე. მაგრამ ჩვენ მხარს უჭერთ რეფერენდუმის იდეას და ეს განცხადებაც არაერთხელ გავაკეთეთ სხვადასხვა როგორც კამპანიის ფორმას, იქნება ეს ხელმოწერების შეგროვება თუ იქნება ეს რაღაცა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებისათვის მიმართვა, რასაც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები აკეთებენ, როგორც კამპანიის ფორმას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი არის შევინარჩუნოთ ის ერთიანობა, რომელიც არსებობს საბოლოო მიზანში და ეს არის საქართველოს გადარჩენა მიხეილ სააკაშვილის გადადგომის გზით. ეს არის უმთავრესი ამოცანა. სხვა ყველაფერი დანარჩენი ეს არის ტაქტიკური ხედვები. მაგრამ ეს ტაქტიკური ხედვების სხვადასხვაობა, რამდენად მე არ მგონია რომ ეს სხვადასხვა გზები გამორიცხავს ერთმანეთს. მე არ მგონია რომ რეფერენდუმისთვის ხელმოწერების შეგროვება გამორიცხავს 9 აპრილის აქციაში მონაწილეობას. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ ჩვენ მხარს დაუჭერთ სოლიდარობას უცხადეთ ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მათ ალბათ დღეს გამიან ხვალდილით გამოაცხადებენ ისინი. ამ გადაწყვეტილებას რასაპირებენ ისინი მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა მათი ულტიმატუმი ჩვენ ვიქნებით სოლიდარული მათ მიმართ ნებისმიერ შემთხვევაში და ასევე ეს არ არის ჩვენი მხრიდან რაღაცა დავალდებულება და მოთხოვნა, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ასევე ძალიან პოზიტიურად განწყობილი თუ კი ისინიც მიიღებენ გადაწყვეტილებას 9 აპრილის აქციასთან შეერთების შესახებ. მე იმაშინე რომ სოლიდარობა და ერთიანობა დღეს არის გაცილებით უფრო დიდი იარაღი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც შეუძლია ოპოზიციას და ქართულ ხალხს გამოიყენოს, ვიდრე ერთი რომელიმე კონკრეტული. კი ბატონო, გასაგებია რეფერენდუმის მომთხოვნი ჯგუფის პოზიციას, თუმცა არის სხვა ოპოზიციური ძალებიც, ლეიბორისტები საუბრობდნენ ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში, ასევე არის ეროვნული ფორუმი, რომელმაც მოუწოდა დანარჩენ ოპოზიციას ჯერ კარგად ჩამოეყალიბებინა თავიანთი სამოქმედო გეგმა და შემდეგ წასულიყვნენ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თავად ოპოზიციის შიგნითაც არის კონკურენცია? ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მე ხედელობაში მაქვს როგორც კონსერვატიული პარტიის პოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორების პოზიცია გაერთიანებული ოპოზიციიდან და 9 აპრილის ჯგუფიდან მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ კონკურენციაში მონაწილეობას. ხო, ბოლო დღეების მანძილზე საზოგადოება ადევნებს თვალყურს, ბევრი თავდასხმაც იყო, რა ვთქვათ, კრიტიკაზე, ბევრი იარლიყების მოწებების ცდილობაც იყო, არ ვიცი, ზოგი ნებსით ხდებოდა, შეიძლება ზოგი უნებლიეთ, მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ორ ფრონტზე ვერ ვიბრძოლებთ. ჩვენი მოწინააღმდეგე, ჩვენი ოპონენტი, ჩვენი კონკურენტი არის მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ოპოზიციურ ძალებს კონკურენტებად არ განვიხილავთ, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული ხედვა აქვთ. ამიტომ მე გაძლევთ გარანტიას, რომ 9 აპრილამდე თქვენ ვერ მოისმენთ ვერც ერთ კრიტიკულ განცხადებას სხვა ოპოზიციური ჯგუფის მისამართით, ვერც ერთ პოლიტიკურ თავდასხმას და მით უფრო ეხა რაღაცა იარლიყების მიწებებას. ყველა, ვინც ამა თუ იმ ფორმით, თუნდაც ჩვენგან განსხვავებული ფორმით იბრძვის სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, ყველა ისინი ჩვენ მიგვაჩნიათ თანამებრძოლებად. ხომ არ გამოიწვევს ეს თქვენი მხარდამჭერების დაბნეულობას? არ მგონია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ საზოგადოება ჯერ ერთი კარგად არის ჩამოყალიბებული, თუ რა არის ამოცანა ეს არის მიხეილ სააკაშვილის გადაყენება და რამდენადაც მე უგრძნობ საზოგადოების მაჯისცემას, საზოგადოება ჩამოყალიბებული არის იმაშიც, რომ რეალურად ეს შეიძლება მოხდეს 9 აპრილსთან მხოლოდ საპროტესტო აქციაზე. თუ თქვენ გრძნობთ საზოგადოების მაჯისცემას, არის იგივე საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში ბატონო კახა, როგორიც იყო შარშან? ძალიან კარგი შეკითხვა არის ხოთა შორის. მეტროს სადგურებთან მიმდინარე აქციებმა, რომელიც 2007 წლის ოქტომბერში შეწყობოდა და ეხლა შეწყობა, აჩვენა, რომ ერთგვარად ეს მუხტი არის გაზრდილი. თუმცა სამწუხაროდ, ახლა მე არ მინდა მედიასთან რაღაც ოპონირების რეჟიმში გადავიდე, მაგრამ ბუნებრივია, დღეს ეს ნაკლებად იგრძნობა მედიით, ნაკლებად იგრძნობა რეგიონებში იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ დღეს აღარ არსებობს ტელეკომპანია იმედი და ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ დაუშვათ იგივე რეჟიმში იქნეს გაშუქებული პოლიტიკური პროცესები, როგორც ეს ხდებოდა 2007 წლის ოქტომბერში. მაგრამ მუხტი თუ თქვენ დააკვირდებით რიგით ადამიანები, ბატონო, არ შუქდება თქვენი აქტივობები, ბატონო კახა. საკმაოდ ბევრი პოლიტიკური თოქ-შოუა, არა მხოლოდ ჩვენს ნამდვილად ოპონირების რეჟიმში ჩავდგე, მაგრამ იგივე ტელეკომპანია იმედთან მიმართებაში ახლა მე ვფიქრობ სრულიად არასერიოზული არის და ტელეკომპანია იმედი არის ალბათ სოფლიოში ერთადერთი ტელეკომპანია, რომელსაც პოლიტიკური თოქ-შოუ აქვს დღის 4 საათზე. თქვენ თუ დამოსახელებთ რომელიმე სხვა ქვეყანას, სადაც პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, ამაზე ალბათ არქის ხელმძღვანელობამ უნდა გიპასუხოს. ოპონირების რეჟიმში შევიდეთ, უბრალოდ რადგან ახლა თქვენ შემიგითხრეთ, რომ არის თუ არა პრობლემები არის. მე არ მიმაჩნია ახლა რომ ძალიან უნდა დავწრმანდეთ და ჩამოთვალოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ არ გადაწყდება მანამდე ვიდრე სააკაშვილი რჩება ხელისუფლების სათავეში, ამიტომ ჩვენ არ გვინდა გაშლა სხვა პრობლემებზე. ყველა პრობლემა დღეს საქართველოში თავს იყრის ერთ პრობლემაში. ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ვერც არჩევნები ვერ ჩატარდება, ვერც ინვესტიციები ვერ შემოვა, ვერც ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნება ვერანაირი პროგრესი, ვერც კერძო მესაკუთრეები ვერ იქნებიან დაცულები და ვერც რიგითი სოციალურად დაუცველი ადამიანები, ვიდრე ამ ქვეყანას არ ეყოლება ხელისუფლება, რომელიც მათზე იზრუნებს და არა საკუთარ ჯიბეებზე. ბატონ კახა, კიდევ ერთი შეკითხვა ოპოზიციის განსხვავებულ ტაქტიკასთან დაკავშირებით და შემდეგ გადავიდეთ სხვა თემებზე. ეს ხომ არ აძლევს ხელისუფლებასაც დამატებით არგუმენტს იმისათვის, რომ არათუ არ გაიზიაროს, არ მოისმინოს თქვენი ოპოზიციის არგუმენტები.
ეცეთ ხელისუფლებისგან მე ხშირად ვისმენ ხოლმე ძალიან სასაცილო არგუმენტს, რომ რა ვქნათ, ვერ ჩამოყალიბებულან ახლა თვითონ ერთმანეთში და სწორედ ამაზე გეკითხები. ეხ, მაგრამ ჩვენ რაშიც ჩამოყალიბებული ვართ, იმაში დაგვეთანხმო მაინც. მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შესახებ ყველა ოპოზიციური პარტია და მე მგონი სოფლის ყველა ოპოზიციური და მმართველი პარტია გარდა ნაციონალური მოძრაობისა ჩამოყალიბებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს. ამაზე ხომ თანხმდებით. ეხლა უნდა რეფერენდუმის გზით გადადგეს, უნდა საპროტესტო აქციების დაემორჩილოს, უნდა კიდე არ ვიცი, იმპიჩმენტი აქვს გამოცხადებული ლეიბორისტებს და იმად გეგმას დაემორჩილოს. კარგით, რატომ უნდა წავიდეს მიხეილ სააკაშვილი? მაშინ ასე დავსვათ კითხვა, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან ჩვენ სტუდიაში თქვენთან ერთად. ალბათ ისინი ძალიან სამწუხაროა. თუმცა მათ თავად განაცხადეს უარი, ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას გადაცემაში მონაწილეობას. რა არგუმენტი, რა ანგარიშგასაწევი არგუმენტი, რა კონსტიტუციური საფუძველი გნებავთ ასე დავარქვათ, აქვს ოპოზიციას, რომ მოითხოვოს ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვა. ხომ არ დადის მოტივი იმაზე, რომ ოპოზიციას უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი არ მოსწონს? დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის, ეს არის ფუნდამენტური შეკითხვა. პირველ რიგში არსებობს თუ არა არგუმენტები ხელისუფლების და ოპოზიციის სასარგებლოდ. ამას ძალიან კარგად აჩვენებს ის ფაქტი, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ ამ ეთერში, პრაქტიკულად ყველა ეთერში ან საერთოდ უარს აცხადებს ოპოზიციასთან დებატებზე, ან შეგნებულად აგზავნის ნუ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობ არაპოლიტიკურ პირებს, რომ ამას დებატების სახე არ მიეცეს. მე აქვე აი თქვენ ეთერში, ღია ეთერში ვარ და მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ დროს მზად ვარ, თუნდაც იმ ადამიანთან, რომელიც რატომღაც ჩემს შემდგომ ცალკე ბლოკში მონაწილეობს გადაცემაში, დავждეთ პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა კონსტრუქციულობის და კორექტურობის ფარგლებში საზოგადოებას შევთავაზოთ ერთმანეთის არგუმენტები. როდესაც ხელისუფლება დებატებს თავს არიდებს, მე მგონი ეს ყველაზე მთავარი არგუმენტია. ჩვენ დავუშვებოთ დავუსვამთ ამ კითხვას უმრავლესობის წარმომადგენლებს. ჩვენს არგუმენტებს, ნათია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. შეიძლება ადამიანების გარკვეულ ჯგუფს და გარკვეულ წრეს კონდეს სიმპათიები, პირადი სიმპათიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მე აქ ახლა ამას ამ ადამიანებს ვერანაირად გემოვნებაზე დებატებს ვერ დავუწყებ. მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან. შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს გადაწყვიტოს ის ამოცანები, რომელიც საქართველოს წინაშე არის. არ დავთ იმაზე მას ეს სურს თუ არა, არის თუ არა ის პატრიოტი. საქართველოს თავარი ამოცანა, ამაზე თანხმდებოდა მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ჯერ კიდევ 5 წლის წინ, იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თავის პირველივე საპრეზიდენტო ვადაში ის დაიბრუნებდა ერთ-ერთ სეპარატისტულ რეგიონს და მეორე ვადაში მეორე რეგიონს. 5 წელი გავიდა და მე მაინტერესებს, შეიძლება თუ არა რაიმე ინტერპრეტაციით ამ შეკითხვაზე იყოს სხვა პასუხი. მიხეილ სააკაშვილმა ამ 5 წლის მანძილზე ტერიტორიები დაიბრუნა თუ დაკარგა? პასუხი მე მგონი არის ძალიან მარტივი, თუნდაც ჩემს შემდგომ ადამიანს რო კითხოთ, რომელიც მართლ პარტიას წარმოადგენს მომდევნო ბლოკში. სააკაშვილმა ტერიტორიები დაკარგა. ჩვენ შეიძლება ვიდეოთ იმაზე მას შეეძლო რომ ეს დაიკარგა, დაიბრუნებინა, სურდა თუ არა, ქონდა თუ არა რაიმე სხვა მოტივი, მაგრამ ფაქტია ის, რომ ამ ადამიანს არ აქვს უნარი ამ პრობლემის გადაწყვეტის, ამ ადამიანმა ამოწურა თავისი რესურსი და ჩვენ თუ გვინდა დავიწყოთ ამ პრობლემის გადაწყვეტა, საქართველოს ჭირდება ახალი ხელისუფლება, ახალი მანდატი. ბატონ კახა, რა რესურსია მაშინ იმისათვის დაუშვათ გადადგა მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანაში დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რა რესურსი და მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, სამართლიანად და ამ არჩევნების შედეგების შემდგომში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან არ დადგეს ეჭვეში. ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა და რომელსაც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ ხელს, ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ არანაირ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, მანამდე ვიდრე არ გადადგება მიხეილ სააკაშვილი. არც საპრეზიდენტო არჩევნებზე ვისაუბროთ. არც ერთ არჩევნებში, თუ გადადგა მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. მთავრობის გადადგომის შემდგომ არის შესაძლებელი მხოლოდ იმ კლიმატის შექმნა ქვეყანაში, როცა შეიძლება თავისუფალ არჩევნებზე ვისაუბროთ. როგორ ბატონო კახა? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მოდი ნათია გულწრფელად ვისაუბროთ. საარჩევნო კოდექსი და მისი მუხლები იყო მთავარი პრობლემა იმისა, რომ 2008 წლის იანვარში არჩევნები გაყალბდა, თუ მთავარი პრობლემა იყო თვითონ მიხეილ სააკაშვილი თავისი მერაბიშვილით და ადმინისტრაციით. ამიტომ, რა თქმა უნდა, საარჩევნო კოდექსის გასაუმჯობესებელი არის, მაგრამ საარჩევნო კოდექსში კი არ არის ძირითადი პრობლემა და რაღაც იურიდიულ ნორმებში. თავარი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გასცა განკარგულება და დღეს შეიძლება ეს მხოლოდ ერთი პიროვნება მიხეილ სააკაშვილი. მისი პოლიტიკური გუნდი ამაში მონაწილეობდა ვანო მერაბიშვილი. პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, კარგად იცით, თქვენ ჩემზე უკეთ ალბათ, იმიტომ რომ იურისტი ბრძანდებით ვინასრულებს ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობას და რა გარემოში შეიძლება ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. მე არ მინდა ჩვენ ვარაუდებზე ვიდეოთ, მაგრამ უბრალოდ ანალოგიებით თუ ვიმჟელებთ, შევარდნაძის გადადგომა ბუნებრივია ნიშნავდა ნარჩიმაშვილის გადადგომასაც და გარწმუნებთ
რომ პოსტ სააკაშვილის საქართველოში თქვენ ვანო მერაბიშვილს არათუ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ძალიან გაგიჭირდებათ საერთოდ მისგან კომენტარის აღებას. ფიზიკურად ის საქართველოში არ იქნება, ამიტომ რეალურად თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის გადადგომა ნიშნავს იმ სადამსჯელო სტრუქტურების და სისტემის დემონტაჟს, რომელიც არის საქართველოში არჩევნების გაყალბების მთავარი მასტიმულირებელი ძალა. ჩვენ ხო ვიცით, მე უბრალოდ ერთ წინადადებას დავამატებთ, რომ მარნეულში და ახალქალაქში საარჩევნო ოქმების გაყალბება და ბიულეტენების ჩაყრა ეს კოდექსის და საარჩევნო კომისიების პრობლემა კი არ იყო. ამას აკეთებდა პირდაპირ სოდი, კუდი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფები. ბატონ კახა, კიდევ ერთი საკითხი პოლიტიკურ პარტიებში ჩნდება ბევრი ფული და ეს არ კეთდება კარგი საქმეებისთვის. საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება, რომელიც ჩვენი გადაცემის პირველ სტუმართან საუბრისასაც ვახსენეთ. აღიქვით თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვენი მიმართულებით გაკეთებულ განცხადებად. ჩათვალეთ თუ არა, რომ თქვენი ყავით ამ განცხადების ადრესატები. რაც მიხეილ სააკაშვილმა გაკეთეს განცხადება არ არის. მარკეტოლოგები და ექსპერტები ამას უწოდებენ შავ PR-ს, ანუ რაღაცა მაკომპრომიტირებელი ხმების გამოგვენებას, რომ ხალხურ ენაზე. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებამდე ნათი ამას ქვე ჭორიკნობა. როცა რაღაცას საუბრობ და არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ ჭორაობს. პოლიტიკური პარტიების ამ განცხადება დავამატებ ბატონო. ფინანსურ ანგარიშებს საგადასახადო სამსახურში ეს ხელმისაწვდომია მისთვისაც და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვისაც, თუ მას რაიმე კონკრეტული ეჭვები ან წყაროები გაჩნია, კონკრეტულად უნდა ისაუბროს. მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებამდე ოპოზიციის მხრიდან იყო ასეთი განცხადება, თუმცა ეს ეთერში მათ არ გაუკეთებიათ, რომ თავის დროზე განხეთქილება გაერთიანებულ ოპოზიციურ საბჭოში გამოიწვია სწორედ ოპოზიციური საბჭოს წევრების ნაწილის მხრიდან რუსეთში დაფინანსების წყაროების მოძიების მცდელობა. ესეც არის ჭორიკნობა. იმიტომ რომ მე როდესაც რომელიმე ადამიანის წინააღმდეგ მაგ რაიმე ბრალდება, ეს მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ვანო მერაბიშვილი, როგორც ეს დღევანდელ ეთერში განაცხადება, ვამბობ კონკრეტულად რას ვაბრალებ, რომელი კანონის დარღვევას ვაბრალებ და რა ფაქტს ვაბრალებ. ის რომ ვიღაცა სადღაც რაღაცა უთქვია რაღაცასთან დაკავშირებით, ეს არის ჭორიკნობა და მე არ ამგონია და რომ ძალიან ღირსეული საქციელი იყოს ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან განსაკუთრებით, თუნდაც არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან, რომ ის ჭორაობს. იმიტომ რომ მას თქვენ იცით რომ გააჩნია ნათი ერთ რამეზე შევთავაზეთ. ძალიან ფართო ქსელი თუნდაც ფარული ჩანაწერების და მოსმენების სისტემის. ბატონო ხა კიდევ ერთ გავრცელებულ ინფორმაციაზე. რომ არსებობდეს რაიმე ოდნავ მაინც საეჭვო ინფორმაცია ოპოზიციის რაღაცა მსგავსების დაფინანსებაზე. უნდა დავასრულოთ სულ რამდენიმე წუთში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირ ჩართვა ბრიუსელიდან. კიდევ ერთ მედიაში კიდევ ერთ გავრცელებულ ინფორმაციაზე უნდა გითხოთ კომენტარი. ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ თქვენ კონსერვატორებსა და კობა დავითაშვილმა მიიღეთ შემოთავაზება ნინო ბურჯანაძისგან თანამშრომლობაზე. არ მოსმის რა თანამშრომლობაზე არის საუბარი. თუ საუბარი არის 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით მათ შორის დემოკრატიულმა მოძრაობამ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რაიმე ცალკე ტიპის გაერთიანება, ეს არის ასევე არასერიოზული განცხადება და ჭორი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გადავწყვიტავთ რაიმე ტიპის გაერთიანების შექმნას, საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს პირველი, ეს არის კიდე ერთი ახალი, ესე იგი ჭორების გავრცელება, რატომ და რა მიზნით ამაზე საზოგადოება მიდის. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ კახა კუკავა. ჩვენ კი განვგრძობთ გადაცემას. ნატო-რუსეთთან ურთიერთობებს აღადგენს, თუმცა ერთი პირობით. მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების მშენებლობა უნდა შეაჩეროს. როგორ აფასებს თბილისი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს დაგველოდეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი. საღამომშვიდობის ბატონო აკაკი. სანამ უშუალოდ ჩვენ ვისაუბრებდეთ, როგორ აფასებს თბილისი ბრიუსელის მინისტერიალის შედეგებს, მანამდე ჩვენ გვაქვს პირდაპირ ჩართვა ბრიუსელიდან, სადაც დღეს ნატო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაიმართა ნატო საქართველოს კომისიის ხდომა. სოფო ოხანაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. სოფო, საღამომშვიდობის. რა განცხადებები კეთდება ბრიუსელში კომისიის ხდომის დასრულების შემდეგ? საღამომშვიდობის ნათია, მოგესალმებით თქვენს და თქვენ სტუმარსაც. მართლაც ამ ხმაურიანი დღის შემდეგ ნატო შტაბ-ბინაში უკვე სიცარიალე სიწყნარია, თუმცა დღეს განსახილველი თემა მინისტერიალზე, თავარი თემა ერთ-ერთი ეს იყო რუსეთისა და ნატოს ურთიერთობების აღდგენა, თანამშრომლობის აღდგენა და ამ საკითხმა საკმაოდ ისეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა საბოლოო ჯამში საგარეო საქმეთა მინისტრები მივიდნენ იმ დასკვნამდე და შეთანხმდნენ, რომ რუსეთისთვის თანამშრომლობაზე უარის თქმა და დიალოგზე
დიალოგზე უარის თქმა, დიალოგის შეწყვეტა ეს არ იქნება რუსეთის დასჯის საუკეთესო გზა, ამიტომ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და არსებული ჩიხიდან ყველაზე საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევენ სწორედ დიალოგის აღდგენას. ჰილარი კლინტონის ბრიფინგი, პრესკონფერენცია იყო ყველაზე ბოლო ღონისძიება საქართველოს ნატოს კომისიის შემდეგ დღევანდელ დღეს და მან რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გააკეთა და მნიშვნელოვანი გზავნილები გაუგზავნა რეალურად რუსეთსაც. მან აღნიშნა, რომ მართალია რუსეთთან დიალოგის აღდგენა ეს არის ერთადერთი გზა, თუმცა ამ დიალოგის აღდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც რუსეთი დათანხმდება იმ პრინციპული საკითხების შესრულებას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ასევე ჰილარი კლინტონმა ხაზგასმით გაიმეორა კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მთავარი პრინციპები, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს გავლენის სფეროების ქონის უფლება, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის არჩევანში, მას თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს აირჩიოს ნებისმიერი პარტნიორი ორგანიზაცია და ასევე რუსეთის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს არც ერთი ქვეყანა. ამ კონტექსტიდან გამომდინარე ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. დღევანდელ შეხვედრაზე ალიანსის წევრებს სრულად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ ერთადერთი რაზეც მოახერხეთ შეთანხმება ის იყო, რომ უნდა ვეძებოთ საერთო ინტერესები რუსეთთან და დავიჭიროთ მტკიცე პოზიცია მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ნატო-რუსეთის კომისიის აღდგენას და მიმართებაში საქართველოს საკითხის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, როგორც ეს ნატოს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. არც ერთი ქვეყანა არ უნდა გახდეს რუსეთის აგრესიის და ზეწოლის ობიექტი. ყველა ერს აქვს უფლება გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ჩვენ გვინდა გამონახოთ საერთო ენა რუსეთთან, სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ, რადგან მიმაჩნია, რომ დიალოგის გაწყვეტა რუსეთის დასჯის ფორმად არ გამოდგება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ესწრებოდა საქართველოს ნატოს კომისიის სხდომასაც. ქართული მხარე ამ კომისიის სხდომას ძალიან დადებითად აფასებს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს იყო საკმაოდ წარმატებული შეხვედრა, რადგანაც აქ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოსთან თანამშრომლობის გარანტიები. ამ გარანტიებზე ცოტა უფრო ადრე დღის დასაწყისში ისაუბრა იაბდეჰოფ სხეფერმა მინისტერიალის გახსნა სწორედ საქართველოს თემით დაიწყო, რადგანაც მთავარი თემა მინისტერიალის როგორც დასაწყისში მოგახსენეთ იყო რუსეთ-ნატოს ურთიერთობის აღდგენა და ეს ურთიერთობები მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. იაბდეჰოფ სხეფერმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთი და როგორც მოგახსენეთ კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. და ცალკეული ყველა სახელმწიფო წევრი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და საქართველომ მიიღო ყველა ეს ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. იყო საკითხები, რომლებმაც ასეთ და სხვადასხვაობა გამოიწვია და ნატო-რუსეთის საბჭოს საკითხის განხილვისას ვერ შევთანხმდით. ეს იყო რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა. ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების მშენებლობის ტენდენცია და ევროკავშირის მონიტორების არ დაშვების საკითხი. გარდა ამისა, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან სამხედროები უნდა გაიყვანოს. ეს რეგიონები არის საქართველოს ნაწილი და ეს არ უნდა დაგვაუწყდეს. ეს ასევე მითითებულია გაეროს სხვადასხვა რეზოლუციებშიც. რუსეთი არასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ჩვენ ვეცდებით გვაიძულოთ რუსეთის შეასრულონ მასზე დაკისრებული ვალდებულებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. ნატოს მინისტერიალის და საქართველოს ნატოს კომისიაზე გამოთქმულ პოზიციებს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი პირისპირ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. მადლობთ სოფო ხანაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ბრიუსელიდან, ჩვენ კი საუბარს ნატოს მინისტერიალის შედეგებზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან განვაგრძობთ. აკაკი მინაშვილი გახლავთ ჩვენი სტუდიის სტუმარი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო აკაკი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა ასეთი ტიპის განცხადებები, ნატო არ დახუჭავს თვალს საქართველოს გამო რუსეთთან არსებულ უთანხმოებებზე და არც რუსეთის ეგრეთ წოდებულ გავლენის სფეროებს აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ დღის წესრიგში დადგა ნატო-რუსეთის საბჭოს აღდგენის და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხი და წინააღმდეგობის მიუხედავად ეს საკითხი გადაწყდა დადებითად. რას ნიშნავს თბილისისთვის ეს ფაქტი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მიმესალმებ მაყურებლებს. მე მინდა თავიდან დავიწყო, ზოგადად ვისაუბროთ სრული სურათი საერთაშორისო მხარდაჭერის საქართველოს მიმართ. აგრესიის შემდეგ, აგვისტოს აგრესიის შემდეგ ძალიან კონსოლიდირებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია საქართველოს მიმართ.
და უკვე თანამიმდევრულად დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თქვენ იცით, რომ ევროკავშირმა გამოაცხადა ახალი პროგრამა, რომელსაც ქვია აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელსაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოყვება საქართველოსთვის. რა? პირველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, მეორე ვიზების გამარტივება. ასევე ძალიან მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გაიგზავნა რუსეთის მიმართ, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და არც სხვა სახელმწიფოს არ აქვს უფლება გავლენა მოახდინოს მის მომავალზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო დონორთა შეხვედრა, სადაც საქართველომ მიიღო უპრეცედენტო დახმარება 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. შემდეგ უკვე იანვარში ჩვენ გვაქვს ხელმოწერა სტრატეგიულ დოკუმენტზე, სტრატეგიულ თანამშრომლობის დოკუმენტზე საერთო შტატებთან, თქვენს დროს მოხდა ახალი პრეზიდენტის არჩევისა და მის ფუნქციების შესრულებამდე აი შუალედურ პროცესში, როდესაც ეს რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მოხდა ორივე ადმინისტრაციას შორის შეთანხმებით. ანუ ეს იყო ბუშის ინიციატივა, თუმცა ობამას ადმინისტრაცია ამას დაეთანხმა და აიღო საკუთარ თავზე ვალდებულება, რომ ამ სტრატეგიულ თანამშრომლობას მოიყვანს სიცოცხლეში. ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეერთებული შტატები აცხადებს, რომ აგრძელებს ურთიერთობას და დახმარებას საქართველოს თავდაცვის სფეროში და ყველა პარტნიორს მოუწოდებს, რომ ეს დახმარება, ეს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში გაგრძელდეს საქართველოს მიმართ. ძალიან სერიოზული სიგნალი, მე გავიხსენებ ასევე ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას ქალბატონი ჰილარი კლინტონის, რომელიც ძალიან მკაფიოდ უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, ასევე საქართველოს გზავნილების ადრესატი მოსკოვი იყო ომამდეც, ომის შემდეგაც, მაგრამ შედეგი საქართველოსთვის სასურველი შედეგი ამ დრომდე ამით არ დამდგარა. დამეთანხმებით ალბათ ოკუპირებული იყო ტერიტორიები და დღეს ოკუპირებულია უფრო მეტი რაიონი, ვიდრე ეს იყო 2008 წლის 8 აგვისტომდე. რუსეთთან ევროკავშირმა და ნატომ შეაჩერეს მოლაპარაკებები, მაგრამ ეს მოლაპარაკებები შემდეგ განახლდა და დღეს აღდგა კიდეც ერთ-ერთი ევროკავშირთან უფრო ადრეც ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც ვერ ახერხებენ ამდენი თვის განმავლობაში შეღწევას სრულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როგორ ფიქრობთ, რომ დღეს ისევ განცხადებების დონეზე და განცხადებების ფორმატით გაკეთებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, მოწოდებები რუსეთის მისამართით, რომ დასავლეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს მის გავლენის სფეროებს, რამდენად იქონიებს ეს კრემლის პოლიტიკაზე გავლენას? მე დავასრულებ წინა კითხვაზე პასუხს და ბუნებრივია წინა კითხვაზე არ გაგისურვებთ პასუხი. პასუხს და ბუნებრივია თქვენს აი მეორე კითხვაზე მოვაყოლებ ასევე ჩემს პოზიციას. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული განხილვები იყო ევროსაბჭოში და ეუთოში და ყველა ფორუმზე რუსეთის პოზიცია არის სერიოზულად გაკიცხული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. დიპლომატიაში ყველაფერი ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ გზავნილებს, პოლიტიკურ სიგნალებს. ჩვენ თუ ამ პერიოდს დავაკვირდებით, პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე იზრდება ძალიან მკაფიო და ძალიან ნათლად. რადგან გამოტანის საფუძველს გაძლევთ, მაშინ ის მაგალითები, რაც მე ჩამოთვალებ. რაც ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივახცეთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიხდით. რაც შეეხება რა შედეგი მოგვიტანა, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ როდესაც რუსეთმა დააპირა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია და ეს არ დაუპირებია 2008 აგვისტოს, ძალიან მკაფიო მიზანი ჰქონდა, რომ მთლიანად დაეპყრო საქართველო, ჩაეშალა ის დემოკრატიული პროცესი, რაც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს, ჩაეშალა ის ენერგეტიკული პროგრამები, ვერც ერთი ეს ვერ მოახერხა. რატომ? ერთი, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება მზად იყო პასუხი გაეცა ამ გამოწვევისათვის და მეორე, საერთაშორისო საზოგადოება ძალიან აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში. რა დასკვნის გამოტანის საფუძველს გაძლევთ? ის მაგალითები, რაც ჩამოვთვალეთ, თუ შეიძლება ეს არის ის შედეგი, რომ დღეს საქართველო არ დამოუკიდებელი და აქვს ბრძოლის შანსი. და ის რომ აქ არიან ევროპელი მონიტორები, ის რომ დღეს მოხერხდა ეუთოს მონიტორების მისიის გაგრძელება, ის რომ დღეს მოხერხდა გაეროს მონიტორების მისიის გაგრძელება, ყველაფერი ეს არის სწორედ ის პოლიტიკური ზეწოლის შედეგი, რაც განახორციელა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ბატონო, ახლა დაუბრუნდებით პირველ შეკითხვას, რომელზეც თქვენ არ გაიცით პასუხი. ასევე ჟენევის პროცესზე მინდა ვისაუბრო, ის რომ მოხერხდა გარკვეულ მექანიზმზე შეთანხმება, ესეც არის სწორედ იმ პოლიტიკური ზეწოლის შედეგი, რაც განახორციელა საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე. მართალია დღის შედეგს. დღევანდელ დღის შედეგს. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, აი ამას როგორ აღიქვამთ? რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, ეს სხვა საკითხია. რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა არ აღდგება, საქართველოს და რუსეთის შორის ნორმალური ურთიერთობა. მეგულს ხომ ნატო-რუსეთის? ხო, ეხლა ნატო-რუსეთის ურთიერთობა. ევროპას აქვს და შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა საგარეო კუთხით. მათი მიზანი არის, რომ დაცული იყოს სოფლიოში ის ინტერესები, დემოკრატიული ინტერესები, თავისუფლების ინტერესები. არის სხვადასხვა მიდგომები, სხვადასხვა მექანიზმები. შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მკაფიოდ გამოხატა, რომ უნდა იყოს ურთიერთობა რუსეთთან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვაიძლოთ რუსეთი დაიცვას ის პრინციპები,
რომელიც არსებობს საერთაშორისო პრინციპები. ანუ ეს მექანიზმი დიალოგის აღდგენა, თუნდაც ნატო რუსეთის დიალოგის შეჩერება, რომელსაც თავის დროზე ოფიციალური თბილისი აღიქვამდა, როგორც რუსეთზე ზეწოლის საუკეთესო ფორმატ და საქართველოს მხარდაჭერად, რატომ არ აღმოჩნდა მაშინ შედეგიანი მექანიზმი და რა გარანტია გვაქვს ამ გამოცდილების ფონზე, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენა იქნება შედეგიანი. წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის ის პოზიციები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობისა და დასავლეთის მხრიდან არის საქართველოს მხარდაჭერა და ამ დროს მოსკოვში ამ ყველაფერს აღიქვამენ, როგორც ნატოს ალიანსის მხრიდან რუსეთისთვის ბოდიშის მოხდათ. მოდით ესე ვთქვათ, იმ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პოლიტიკური სიგნალი, რაც როცა საუბარი იყო ურთიერთობის შეწყვეტაზე, დღეს დიპლომატია სჭირდება, რომ ეს იყოს არა დიალოგი, ეს იყოს ურთიერთობა რუსეთთან, ძალიან მტკიცე ურთიერთობა რუსეთთან, რომ რუსეთმა შეასრულოს ის პირობები. ეხლა რაც შეეხება დათმობას. თუ არა ეს იმას, რომ იმ პოლიტიკურმა სიგნალმა შედეგი ვერ მოიტანა. რაც შეეხება ის პოლიტიკურმა სიგნალმა შედეგი მოიტანა, იმიტომ რომ რუსეთი იძულებულია გარკვეულწილად რაღაც ნაბიჯებში უკან დაიხიოს. თანამიმდევრულად მივდოთ, დიპლომატია ამას ვიცით. დიპლომატია არის ნაბიჯ პროცესი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვაძლევს შედეგს. რაც შეეხება ზოგადად ამ ზეწოლის შედეგებს, მე ჩამოგითვალეთ რამოდენიმე, ასე ვგითხარით ჟენევის პროცესზე, ასევე ვიტყვი, რომ დღეს რუსეთი თვითონ ცდილობს გარკვეულ ურთიერთობაში შევიდეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ეს ცდილობა მას აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თავად პუტინის და თავად მედვედევის ამას ისწრაფად აგიქვამს, თუ რუსეთი აგრესიამდე რუსეთის პოზიცია იყო, რომ მათ არ აინტერესებდათ არც ევროპა და არც შეერთებული შტატები და საკუთარ თავს თuliდნენ პოლიტიკის გამსაზღვრელად. სოფლიოში დღეს ეს ასე არ არის, დღეს თვითონ ეთყობათ, მათ პოზიციაში ძალიან მკაფიოდ ჩნდება, მათ მოქმედებებში ძალიან მკაფიოდ ჩნდება, რომ მათ აქვთ დათმობის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს ამ პოლიტიკურ ზეწოლას მოქვს თავისი შედეგი. რუსეთი თმობს ამ შემთხვევაში დასავლეთი. მოდით ასე დავსვათ კითხვა, თუნდაც ფორმალურად რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა არის ეს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება, ალიანსის წევრების მხრიდან რუსეთისთვის დათმობა თუ საქართველოს მხრიდან ამ ხნის განმავლობაში დაშვებული შეცდომების შედეგი. არა, ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის, აქ ძალიან ცალსახა არის, რომ თავარი გზავნილი რა იყო, როდესაც მაგალითად ქალბატონი ჰილარი კლინტონი აკეთებდა პრესკონფერენციას. ან როდესაც მაგალითად ნატოს გენერალური მდივანი გააკეთა განცხადება, რომ თავარი გზავნილი იყო, რომ ამ ურთიერთობის აღდგენა რუსეთ ნატოს საბჭო არის მექანიზმი, რომ ჩვენ ვაიძულოთ რუსეთი შეასრულოს ის პირობები, რაც მან უნდა შეასრულოს. რამდენად მოელით თქვენ პირადად, რომ პირობა, რომელიც დღევანდელ შეთანხმებაში ჩაიდო, რომ ამ ურთიერთობის აღდგენის სანაცვლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების მშენებლობა უნდა შეჩერდეს. თქვენ მოელით, რომ ეს ბუნებრივია. მე არათუ მოველი, არამედ დარწმუნებული ვარ ამაში, მთელი ის დიპლომატიური სამუშაო, რომელსაც საქართველოს აგვისტოს შეთანხმებაც რო გავიხსენოთ, დღემდე არ შესრულებულა იმ შეთანხმების პუნქტები. ამიტომ ვიძახი ეს ძალიან ეტაპობრივი პროცესია. აგვისტოს შეთანხმება არ შესრულა, თუმცა საბოლოო ჯამში რუსეთს მოუწია გარკვეული შეთანხმების შესრულება, იმიტომ რომ ეს ზეწოლის პროცესი იყო ძალიან თანამიმდევრული. ეხლა რუსეთი საბჭოთა კავშირი იმ დროისთვის გავიდა ავღანეთთან, გავიდა გერმანიიდან და ევროპიდან და ბუნებრივია ეს მოხდა, იმიტომ რომ იყო ძალიან თანამიმდევრული პოლიტიკა საერთაშორისო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ანალოგიური იგრძნობა სწორედ ამ შემთხვევაში, როდესაც თუნდაც ბატონი ბაიდენის განცხადება მიუნხენის კონფერენციის, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმი უსაფრთხოების საკითხში, სადაც მან ცალსახად განაცხადა, რომ ამერიკა არ შეურიგდება ეგრეთ წოდებულ გავლენის სფეროებს. თუნდაც ბატონი ობამას გამოსვლა, საპრეზიდენტო გამოსვლა, მან განაცხადა, რომ რუსეთი არ შეურიგდება ავტოკრატიულ სახელმწიფოებს და ასევე ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის იდგება იმ სახელმწიფოების გვერდით, რომლებიც აღმოცენდნენ თავისუფლების იდეის ირგვლივ. ეს არის საქართველოს ამ შემთხვევაში. ამიტომ ეს არის ძალიან მკაფიო ქართულ მხარეს მაშინ მიაჩნდა ომამდეც და ომის შემდეგაც, რომ საქართველოსათვის თავდაცვის ერთადერთი საუკეთესო გარანტია იქნებოდა საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება. ფაქტია, რომ ის შედეგი, რასაც ოფიციალური თბილისი ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე ელოდა, აქამდე არ დამდგარა. შარშანაც, როდესაც ბუქარესტის სამიტი იყო აპრილში, მაშინ თქვენ არ ბრძანდებოდით პარლამენტის წევრი, მაგრამ მაშინდელი თქვენი წინამორბედები, თუ შეიძლება ასე დავთქვათ, ამტკიცებდნენ და შეიქმნა კიდეც საზოგადოებაში მოლოდინი, რომ საქართველოს აუცილებლად მიიღებდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. ომის შემდეგ ეს მოლოდინი შეიქმნა საზოგადოებაში ხელისუფლების მხრიდან ბრიუსელში დეკემბერში დაგეგმილი სამიტისადმი, თუმცა მაშინაც ითქვა, რომ ნატოს კარი რჩება ღია, თუმცა უცნობია, როდის გადააბიჯებს საქართველო და უკრაინა ამ ზღურბს. ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ საქართველოსაც ალიანსთან დაახლოების პერსპექტივამ გადაიწია გაურკვეველი ვადით საქართველოსთვის. ჯერ ერთი აპრილის 3-ზე საქართველო მიიღო უფრო მეტი ვიდრე
მაპი, ეგრეთ წოდებული მაპი, საქართველოს მიიღო იმის გარანტია, რომ გახდება ნატოს წევრი, რაც შეეხება დეკემბერს, მე ხარ დეტალებში შევიდა, გარკვეულწილად უცნობი იყო საზოგადოების, თუმცა დეკემბერში საქართველოს მიიღო ის საშუალება, რომ გახდეს ნატოს წევრი ყოველგვარი მაპის გარეშე. და ეს შეიძლება იყოს უფრო სწრაფადაც. ეგრეთ წოდებული ნატო საქართველოს საბჭო და ასევე ყოველწლიური გეგმები. ამიტომ მე შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლის არა, მე გეტყვით, რომ მაპში გაწევრიანება რამოდენიმე ქვეყანა, მაგალითად 10 წელი იყო მაპში. ამიტომ ვიძახ, საქართველოს უფრო მეტი მიიღო ვიდრე მაპი, იმიტომ რომ მიიღო გარანტია გაწევრიანების და მიიღო ყოველწლიური გეგმები, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს საქართველოს ჩრდილოათლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. ნამდვილად ვერ აღმოჩნდა გარანტია უსაფრთხოებისა. ბუნებრივია, აქ პერსპექტივაზე არ არის საუბარი, აქ ეს არის ძალა, რუსეთი არის ძალა, რომელიც უბრალოდ არ ჯდება არანაირ ჩარჩოში. მსოფლიოში და ეს უკვე ყველამ ძალიან მკაფიოდ აღიქვა. და ამის ახმაში მე ვაღიარებ, დაეხმარა სწორედ ის აგრესიის ფაქტი, რომელიც რუსეთმა განახორციელა საქართველოს შემდეგ. თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ამიტომ დღეს იწყება ძალიან მკაფიო, თანამიმდევრული პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. არა წინააღმდეგ, არამედ სწორედ პოლიტიკური ზეწოლისა, რომ რუსეთი ვაიზლოთ ჩაჯდეს იმ ჩარჩოებში, რომელიც არსებობს. და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, ეს არის განწყობები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროსაბჭოში ჩვეულებრივ დეპუტატებს შორის, განწყობები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ეუთოში, რომელსაც თქვენ თუ ნახავთ გამოკითხვებს, ბოლო გამოკითხვებს ევროპაში, ძალიან მზარდია იმ ჩვეულებრივი ადამიანების ნეგატიური განწყობილება რუსეთთან, მათ შორის გერმანიაში, მათ შორის საფრანგეთში. ეს ბუნებრივია, ეს არის ძალიან დროებითი პროცესი, რომელსაც იქნება ძალიან ეფექტური შედეგი დიპლომატიას. თუმცა ამავე დროს ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სწორედ ჩვენ უსაფრთხოებაზე, მე რასაც ვიძახი, რომ ეს თანამშრომლობა, ეს ზეწოლა კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება. რაც გითხრათ, მაგალითად შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს თავდაცვის სფეროში საქართველოს დახმარება და არა ამ ქვეყანამ გამოხატა, არამედ მოუწოდა ყველა თავის პარტნიორს. აი ეს არის ძალიან სერიოზული და მკაფიო სიგნალი. აღიარებ თუ არა იმას, რომ ალიანსთან საქართველოს დაახლოებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი რუსეთის აგრესიასთან ერთად გახდა ის, რომ საქართველოს ვერ დაარწმუნა ევროპა თავის დემოკრატიულობაში. მოდით ასე ვთქვათ, საქართველოს წინ წავიდა დემოკრატიულობის კუთხით, ვიდრე ამას მოელოდნენ იმ წლების განმავლობაში, რაც საქართველოს გაიარა 2004 წლის შემდეგ, საქართველოს იყო წარმატების მაგალითი ყველა სახელმწიფოსათვის, თუნდაც დემოკრატიული რეფორმების მიხედვით, თუნდაც ეკონომიკური რეფორმების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ხარვეზები, ამას არავინ უარყოფს, სწორედ ეს ბუნებრივი პროცესია. წარმოვიდგინეთ თვითფრინავ, როდესაც შენ სწრაფად მიფრინავ, რეფორმების პროცესი ძალიან სწრაფი და დინამიური უნდა იყოს და ამ სწრაფი ფრენის პროცესში შენ ბუნებრივი შეცდომები და არ ხარ დაზღვეული. თუმცა თუ გაჩერდები, შენ ჩამოვარდები. ამ სწრაფეს უკავშირებთ იმას, რომ ალიანსის ლიდერების მხრიდან თუნდაც იგივე ბუქარესტი და შემდეგ ბრიუსელის სამიტზე კეთდებოდა განცხადებები, რომ ალიანსი ითხოვს დემოკრატიულობის მეტ ხარისხს საქართველოსგან. არა. აქ სრულიად სხვა საკითხია. ისევ და ისევ ვიმეორებ. ბუხარესტში საქართველოს მიიღო უფრო მეტი ვიდრე მაპი. ამიტომ ამ მაპის ირგვლივ მოჯადებული სივრცე ჩვენ უნდა უბრალოდ დავივიწყოთ, იმიტომ რომ საქართველოს მიიღო სიგნალი, რომ ეს არის სახელმწიფო. თუმცა დამეთანხმეთ, რომ ის რომ მაპი იყო ხსნა, შეიძლება უტრირებული იყოს ეს გამონათქვამი, ეს მოლოდინი შეიქმნა თავად ხელისუფლების მხრიდან. ხსნა მხოლოდ საკუთარი თავი, აქ არ იყო ეს მოლოდინი შექმნა, ხსნა მხოლოდ საკუთარი თავია, შენი მუშაობა და ასევე შენი მუშაობა პარტნიორებთან. თუ შეიძლება და ბოლო ერთი შეკითხვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რატომ არის ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელი, თუნდაც პასუხი გასცეს ოპოზიციის მოთხოვნას? არა, ბუნებრივია მიუღებელი არის, ჩვენ უბრალოდ ერთ რაღაცას ვიძახით, რომ ჩვენთვის დღეს არსებობს კონკრეტული პრიორიტეტები. მაგრამ თქვენ არ ესაუბრებთ ოპოზიციურ ძალებს, იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ითხოვენ თუნდაც არჩევნების დანიშვნას. კი ბატონო, გასაგებია, რომ არჩევნების დანიშვნა შესაძლოა ამ ეტაპზე ხელისუფლებისთვის იყო კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ თქვენ არ გაქვთ დიალოგი არ საპარლამენტო ოპოზიციასთან. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზს უსვავ რამოდენიმე პრიორიტეტი. ეს არის საუბრობთ რამოდენიმე ქვეყნის უსაფრთხოება, ეს არის სოციალური პოლიტიკა და დასაქმება. ჩვენ მუშაობთ ძალიან აქტიურად სხვადასხვა პროგრამებზე, როგორც არის იაფი კრედიტის პროგრამა, როგორც არის იაფი დაზღვევის პროგრამა, სოფლის აღშენებლობის პროგრამა. ეს არის დღეს ჩვენთვის პრიორიტეტი. ნებისმიერი არჩევნები ან რეფერენდუმი, რომელიც არჩევნებს ითხოვს, სწორედ ხელს უშლის აი ამ პროცესს, რათა ჩვენის გამოწვევები, რაც დღეს გვაქვს იმ ეკონომიკური კრიზისის გამო, ეფექტურად დავძლევთ. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ასეთი რეფერენდუმის დანიშვნის შემთხვევაში დავუშვათ, მოსახლეობის პასუხი იქნება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე უარყოფითი. ამიტომ ვინაიდან ეს ხარვეზების გამოსწორება ძალიან მნიშვნელოვანია, მე ოპოზიციას მოუწოდებ, რომ ჩვენ სწორედ აი ამ მიმართულებით ვიმუშაოთ.
ბუნებრივია ჩვენ შეიძლება კამათი და დავაქვონდეს რამდენად ეფექტურად აღსრულდება ესა თუ ის პროგრამა, რამდენად პრობლემა შეექმნა თითოეულ მაგალითად მოქალაქეს, როდესაც მივიდა სადაზღვევო კომპანიაში და ბიუროკრატიული მიზეზების გამო ვერ აიღო თავის დაზღვევა. თუმცა საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ შეწირავს აი იმ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს, რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ ინსინუაციებს. იმ შემთხვევაში თუ ხალხმა თავად დააფიქსირა თავისი მოთხოვნა და 9 აპრილს, როდესაც ოპოზიცია ემზადება აქციისთვის, რუსთაველზე გამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი. ასეთ შემთხვევაში როგორ იქნება თუ არა ასეთივე კატეგორიული ხელისუფლების პოზიცია? ხალხს აქვს თავისი პოზიცია დაფიქსირებული და ეს არის ლიტონის სიტყვები, ეს არ არის მხოლოდ მსჯელობა რაღაც მედიდან მიღებული ინფორმაციით, ეს არის მსჯელობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვეულებრივ მოქალაქეებთან. არა, დღევანდელ დღეზე ვიძახი ზუსტად. ყოველდღიური ურთიერთობით მოქალაქეებთან. თუნდაც პარლამენტის შენობასთან ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება გაჭირვებული, თუნდაც ის რომ თითოეული პარლამენტარი დადის სხვადასხვა რაიონში ელაპარაკება მოქალაქეებს თუ მთავრობის წევრი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვაქვს სწორედ უშუალო ურთიერთობა და უშუალო ინფორმაცია მოქალაქეებთან. დღეს არის მნიშვნელოვანი სწორედ აი ეს პრობლემები. და ამ პრობლემების შესრულებას ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს, შეაჩერებს საერთოდ სწორედ აი რეფერენდუმი ან და არჩევნები. ხალხი თუ ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, იქნება თუ არა ხელისუფლების პოზიცია ასეთივე კატეგორიული. ძალიან მოკლედ ხელისუფლების პოზიცია არის რომ დაიცვას საზოგადოების ინტერესს და არასდროს არ შეწირავს ხელისუფლება საზოგადოების ინტერესს რაღაც პოლიტიკურ თამაშებს და გაურკვეველ რაღაც პოლიტიკურ ინსინუაციებს, რომელიც დღეს მიმდინარეობს გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებში. ანუ თქვენ ხელისუფლების სახელით გამორიცხავთ ქვეყანაში რეფერენდუმს. გამორიცხავ, ეხლა 12 საათია, მე მგონი ეგრეთ წოდებული. სწორედ ახლა ამოიწურა, ვადა. თუმცა თქვენ დღეს გააკეთეთ განცხადება და თქვენი განცხადება არ ჩათვალა პასუხად ოპოზიციას. გადასცა და მე დღეს გამორიცხავ ნებისმიერ რეფერენდუმს, იმიტომ რომ ეს ზიანს მიეყენებს ქართულ ხალხს. შეუძლიათ მოიცადონ 2000 წლამდე ჩამოაყალიბონ პოლიტიკური პროგრამები, გვედავონ 2013 წლის 10-მდე. ადგილობრივ არჩევნებამდე დაარწმუნონ საზოგადოება, რომ მათ ხარი უნდა დაუჭირონ და მათ ექნება დემოკრატიული საშუალება არჩევნებში მოიგონ. და ბოლოს შეკითხვა, რატომ ხართ წინააღმდეგი უმრავლესობის წევრები? ეს ყველაფერი, რაზეც დღეს საუბრობთ ოპოზიციის მოთხოვნებზე, პირადად უთხრათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. რატომ აცხადებთ უარს დებატებში მონაწილეობაზე? ძალიან მიკვირს ეს კითხვა, თუ თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორზე ნებისმიერ რაღაცს და თქვენ ნახავთ დებატებს. მე შემიძლია განახოთ ჩემი გადაცემის ყველა ჩანაწერი ხელისუფლებასა და არასაპარლამენტო ოპოზიციის შორის დებატები ჩვენ სტუდიაში არ ყოფილა. და თქვენ ყოველთვის უარს აცხადებთ ამაზე ბატონო აკაკი. მე საზოგადოებას და საზოგადოება თვითონაც კარგად იცის რომ ნებისმიერ რაღაცზე ყოველ წუთს დაახლოებით 50 დებატამდეა კვირაში და 50-ვე დებატში არის ძალიან აქტიური კამათი დისკუსია. მე ნამდვილად არ ვიტყუები და მაყურებელს რომელიც თვალს ადევნებს ჩვენს გადაცემას ძალიან კარგად იცის რომ საპარლამენტო უმრავლესობა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დებატებზე აცხადებს უარს. მე არ ვიძახი რომ თქვენი ტყუებით, უბრალოდ არის არჩევანი ძალიან დიდი და მოქალაქეს აქვს საშუალება იხილოს როგორც სამხედრო პოზიციის გამოხატვა, იდეების გამოხატვა, ასევე ძალიან აქტიურად და ხშირად შეუძლია იხილოს ურთიერთ კამათი ხელისუფლებასა და ეგრეთ წოდებულ არასაპარლამენტო. თქვენ გვაძლევთ პირობას, რომ ჩვენს გადაცემაში მიიღებთ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დებატებში მონაწილეობა და ყოველთვის ვარ. ამ გადაცემაში ან სხვა გადაცემაში ყველგან მიიღოს ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ სამი თვეა ჩვენი გადაცემა ეთერში გადის და მხოლოდ ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც უმრავლესობის წარმომადგენელს ჰქონდა დებატები არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთან. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისათვის. აკაკი მინაშვილი გახდა ჩვენი სტუდიის სტუმარი. პირველი თემა დღეს ამით დასრულებულია. მე სამშაბათამდე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისათვის მომავალ შეხვედრამდე.